მე მახსოვს 90 წლის მარტის არჩევნები, რომელიც ჩაიშალა მხოლოდ ერთი მოტივით და პრინციპში მაშინ სწორი იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც ამბობდა, რომ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. სხვა იქ არ იყო ლაპარაკი, რომ სამართლიანად არ ჩატარდება, უფრო მეტსაც გეტყვით, სრულიად ცხადი იყო გარემო, რომ იქ არჩევნები ვისაც არ უნდა დაენიშნა, ის ჩატარდებოდა სამართლიანად და მე გარწმუნებ თქვენ მარტის არჩევნებსაც მოიგებდა ეროვნული მოძრაობა. იმდენად უკვე წინასწარ დამარცხებული იყო, იქ პრინციპი იყო ესეთი, რომ 1990 წლის მარტის არჩევნებში პოლიტიკური პარტიები კი არ ღებულობდნენ მონაწილეობას ფორმალურად გულისხმობ, თორე რეალურად კი ბატონო, არამედ მხოლოდ მაჟორიტარები, ანუ ინდივიდების დონეზე ხდებოდა არჩევნების ჩატარება და მხოლოდ ამის გამო ზუსტად გამსახურდია, რომ ეს არის საბჭოთა სისტემით ჩატარებული არჩევნები, უარი თქვა მარტის არჩევნებზე, მრგვალი მაგდის წარმომადგენელი იყო ბატონი ზვიადი. ანუ ეფუძნებოდა არა უსამართლობას და არა ესე ვთქვათ უსამართლო გარემოს, არამედ დამნიშნველის უკანონობას და შემდეგ ჩატარდა 28 ოქტომბერს ჩატარდა იმ ცვლილებებით, რომელიც ხალხის ეწოლით მოხდა უზენაეს უმაღლეს საბჭოზე მე უზენაეს საბჭოდ გადაკეთდა დღეს ზუსტად პრაქტიკულად იმ მდგომარეობაში ვართ. დამნიშნელი იგივე იყო, თუმცა უკვე წაყენებული პირობებში. დღეს გვაქვს უყურეთ რა პირობა დამნიშნელი იგივე იყო, ოღონდ უკვე ცვლილებები. რატომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია რაც ოპოზიციური ფლანგის მიმართ არის, რომ თუნდაც ეს გზა რო ყოფილიყო არჩეული და ერთიანად ყველა მიწოლოდა იმას, რომ აი ამ პირობებით დანიშნე და ვიღებ მონაწილეობას. ეგ შეიძლებოდა აი მორე დღეს ორივე პირობა მაშინ ერთი პირობა მაინც იყო 90 მარტის არჩევნებში სამართლიანი გარემო იყო. გარემო იყო სამართლიანი. ხალხის ნებას იქ ვერ დაუდგებოდა წინ ვერა. ეხლა არც ერთი გარემოება არ არის. არც დამნიშნველია ლეგიტიმური და საშინლად უსამართლო გარემოა. წინასწარ არის ცნობილი, რომ შანსი არ არის, რომ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მეცაც გეტყვით, მე არა ვარ არჩევნების წინააღმდეგი. არა, აუცილებლად არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოღონდ არჩევნები და არა ის, რასაც სახელად უბრალოდ ქვია არჩევნები. ჩვენ რომ გქონდეს იმედი, რომ თუნდაც სამართლიანთან მიახლოებული შედეგი დადგება, არჩევნები უნდა ჩაატარო. აბა ეხლა ოპოზიცია არჩევნებში მხოლოდ მაშინ მიიღებს მონაწილეობას, თუ ვიგებთ და თუ არ ვიგებთ, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეგ ეხლა ეგეთი რამე არ არსებობს. არა, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, სადაც შედეგი დადგება ზუსტად ის, რაც იქნება ხალხის ნება. უნდა ხალხს ივანიშვილი მოიგებს ივანიშვილი. უნდა ხალხს ივანიშვილის ცვლილება უნდა შეიცვალოს ივანიშვილი. და ოცნება გვთავაზობს არჩევნებს, როდესაც გვეუბნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც გამარჯვებულად გამოაცხადებ თავს. სწორედ ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ ღირს პირველი ეს და მეორე, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარია. ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების და სწორედ ამიტომ იმას კი არ უნდა გვეუბნებოდნენ, რას აპირებთ აბა თუ არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობთ. პირიქით მე ამათ ვეკითხები, რას აპირებენ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ლეგიტიმაციას გააკეთებენ. ჩვენ გვაქვს ვიმეორებ ორი ფრონტი. გეუბნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან ეს კავშირია. მეტად კლიმატის ლეგიტიმაციაზე. არა მხოლოდ კლიმატის ლეგიტიმაციაზე. მოდი სხვა შეკითხვას დამარჩენებს ვინაცხადებს. ამ თქვენ ამბობთ სრული არაღიარების პოლიტიკას უნდა გაყვეთ. ვინაცხადებს. გიორგი, განმეორებები და კონსტიტუციურად დანიშნული უწევს არჩევნების ჩატარება, ხო? ხო და ვის მიერ არიან დანიშნულები პრეზიდენტის როლი ზუსტად რომ თქვენ არ აღიარებთ საერთოდ ამ ხელისუფლებას და ამ არაღიარების სიტყვიერი მოცემულობის მიღმა კითხვა ისმის რას აკეთებთ იმისთვის რომ ეს არაღიარება პოლიტიკურ რეალობად იქცეს. ამიტომ მე რა არის ალტერნატიული გეგმა? ამასთანავე როცა შენი სტუმარი ვიყავი, მე პირდაპირ ვამბობ, ბრძოლის ორი ფრონტია, ხო? გარედან და შიგნით. რეალურად შიგნით უნდა წყდებოდეს ყველაფერი, მაგრამ შიგნით საკითხის გადაწყვეტა შეიძლება ძალათა თანაფარდობის მინიმუმ დაბალანსება და მეორე ჭირდება პასუხისმგებლობა. ჩვენ არა გვაქვს პოლიტიკურად პასუხისმგებლიან ხელისუფლებასთან საქმე. კიდევ ერთხელ გამეორდები, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ბევრჯერ მოგვიწევს ამის გამეორება, ანუ ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. არა, ესენი მზად არიან, განსხვავებით 90
წლისგან, განსხვავებით 2003 წლისგან, განსხვავებით 2012 წლისგან ესენი მზად არიან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ისროლონ. ხალხი კი არ არის მზად, ესენი არიან მზად. ესენი მზად არიან წავიდნენ სისხლის მიერ დაპირისპირებაზე. მზად არიან ეს გამოჩნდა იმ საპროტესტო მიტინგებზე, როგორ იქცეოდა, როგორ პასუხისმგებლობა გააქრეს საერთო ძალოვანი სტრუქტურების, როდესაც არა მარტო ნიღაბი ააფარეს, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრებიც გაუქრეს, ანუ პირდაპირ უთხრეს, რომ როგორც გინდათ იმოქმედეთ, დახოცეთ, დალეწეთ, არავინ პასუხს არ აკეთებთ. იმიტომ რომ ვინ მეტყვის და ვინ ესე ვთქვათ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და დაადასტურებს, რომ ამ უნომრო ნიღბიანი ადამიანების უკან მართლა იმალებოდა პოლიციელია ნამდვილად და საერთოდ არის თუ არა პოლიციელი, ან საერთოდ არის თუ არა ქართველი. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ხელისუფლებასთან რადგან გვაქვს საქმე, ამიტომ ქვეყნისთვის და ზოგადად უსაფრთხოებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბრძოლის მთელი სიმძაფრე გადავიტანოთ გარედან. გარეთ დაწყებული ეს პროცესი, არაღიარების პროცესი, ციდან ხوار ჩამოარდნილა. სხვათა შორის გახარია იყო ერთ-ერთი ის, რომელმაც ყველაზე სწორი დასაბუთებები მიცა ეტაპებს. ბოიკოტი იმას რა ქვია პარლამენტს, არაღიარების პოლიტიკა და ახალი არჩევნების დანიშვნის მცდელობა, ხო? მან ეს დასათაურებები გაუკეთა სწორი იმ ყველაზე მკაფიოდ, იმას რასაც ყველა დანარჩენი აკეთებდა, გახარიამ სწორი ეტაპებს, სწორი სახელდება მიცა. და დღეს მე ვეკითხებ მათ, თქვენ რომ მეუნებით რას აპირებთ? აი იმას ვაპირებთ, რაც დღეს ხდებოდა ევროსაბჭოში. მაგას ვაპირებთ. მეგობარი აქტი რა, ბოლომდე მისულია? ჯერ ხო შვაგზაშია. და მესამედია მხოლოდ გაკეთებული შვაგზაშიც არ არის. ეხლა მეორე პალატამ უნდა მიიღოს, მერე პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს და თუ შენ ამასობაში აქ ნორმალიზებას ახდენ სიტუაციის, თან მაინტერესებს, აი როცა ამ 2014 წელს ზიადმე ესეთი არგუმენტი მოიტანა, 2014 წელსაც კი წააგო თბილისი ოცნებამ თბილისში ყოველთვის წააგო პირველი ტური და მეორე ტური ესე ვთქვათ მართლა მოიგეს მეორე ტური, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ 2014 წელს ისინი ერიდებოდნენ ვიღაცას, ერიდებოდნენ შიგნით და ერიდებოდნენ გარეთ. ისინი ცდილობდნენ სტანდარტებთან მიახლოებული არჩევნები ჩაეტარებინათ და მაშინ რომ მოგვეგო, მაშინ კიდე იყო შანსი გამარჯვების შენარჩუნების. დღეს ეს ზღვარი გადალახულია ქართულოცებას. 2024-შიც კი ეუთო ოდირი მაინც აკურდებოდა და ახლა დღეს გამოაცხადეს, რომ ისიც კი არ იქნება. ჩემი აი კითხვას დაგისვა. ეუთო ოდირი რომელიც დამკვირვებელია და რომელიც დეტალებს ამ არჩევნების დეტალებში სინამდვილეში შეუძლებელია დაკვირვებით არ ჩანს ღამე სუსის ჩაბნელებული მანქანებით მისული პოლიციელი ძველი ბიჭი და სუსის წარმომადგენელი ოჯახებში ერთად დადიან. აი ზუსტად რა კითხვა მინდა დაგისვა და ამით შეჯამებისკენ წავიდეთ, რომ მე პირადად ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება ეს მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი რაღაცა პერიოდის შემდეგ საერთო აქტუალობა დაკარგოს, იმიტომ რომ თავად ამ ხელისუფლებას მოქმედების ისეთი ტრაექტორია აქვს არჩეული და ისეთი ისრაფით მიექანება, რომ ჯერ ისეთი პოლიტიკური ლიდერებიდან შეიძლება არავინ არ დარჩეს გარეთ. საერთოდ ფიზიკურად აღარ დარჩეს არავინ, ხო? იმიტომ რომ აი ესე შერჩევითად როგორ უნდა არჩიოს, როცა ერთ და იგივე საქმეები და ასე მიყვება, გონია რომ არ გააკეთებს. ან მედიასთან მიმართებაში ისე იქცევა, ხვალ არის, ხო, პირველი კომკომის პირველი სლომა არის ახალი კანონების მიხედვით როგორ უნდა გვაჯერი იმუჩვენ და ასე შემდეგ. იგივე არასამთავროებთან დაკავშირებით რაც ხდება და ათასობით ადამიანის პირადი ინფორმაციის წვდომაზე საჯაროდ დგავენ ნაბიჯებს, ვხედავთ, ხო? ანუ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? რას ხედავთ თავად ამ ხელისუფლების მოქმედების შინაარსში? ანუ გაგიჟდნენ, გადაირებდნენ, რაღაცა კონკრეტული გეგმა აქვთ, ვიღაცის გამოიქცევიან ასე, რაღაცას ასწრებენ თუ აი რა არის? თუ თვითმმართველობის არჩევნებში თუნდაც რაღაცა ნაწილი პარტიების შეთრევა ვთქვათ ასე უნდათ, ასე არ უნდა იქცეოდნენ, ხო? აი გახარიას არ უნდა იჭერდნენ მაგალითად. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეხლა ციხეში არ უნდა ჩასვლან და გონია რომ გახარიას აუცილებლად დაიჭერს. თქვენ გონიათ რომ დაიჭერს? როგორც არ უნდა, იმიტომ რომ მე მახსოვს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ რომ ამბობდა რომ სამაგალითოდ დავიჭი გახარიას. ბიძინა ივანიშვილი მე რატომ უნდა ვეზღებოდი არ მესმის. მე მასთან არასდროს ყოფილი ვარ. გახარიას ის თulis პირად მოღალატეთ. ბიძინა ჩვენ ხალხო ნორმალურ ადამიანთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ მგონია რომ ჩვენ ვაზროვნებთ ხოლმე როგორ თუ იცი ლოგიკურად აი ვალაგებთ როგორ ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანები. მე მგონია რომ ეს ადამიანი უბრალოდ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანია. გასვოთ ის ცნობილი წერილი თავის დროზე
ვაშინგტონ პოსტში დაიწერა უსუფაშვილის ხელმოწერი და მე უსუფაშვილმა თქვა რომ არც კი წამიკითხავს მე უბრალოდ ხელი მოვაწერინო. კობახიძის წერილმაც გამიჩინა ეს განცდა რომ ეს წერილი აი სტონი აი ეს არის არ ვიცი აი ადამიანის ეს იყო პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მისი დავალებით და მასთან გავლილი. იმიტომ რომ არა ნორმალური ტონი იყო აი ადამიანი რომელიც აი თulis რომ ყველა და ყველაფერი მისი ტერია და მთელი მსოფლიო ფიქრობს მხოლოდ იმაზე როგორ და ეგ არ არის ახალი ხო ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად ფიქრობს რომ მისი მილიონების და მილიარდების მიტაცებაზე არის მუშაობს ლამის მთელი მსოფლიო ხო აქედან ამოდის ეს კაცი კანონი აი ეს კანონი რომელიც ჯარიმების გადახდაზე ახლო ნათესავების პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს ეს ხო ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მიიღეს რომ ივანიშვილს დაუბრუნდეს ქონება არა მხოლოდ ბაჩიაშვილის სახელზე არსებული არამედ თელი მისი თუ კი ვინმეს მე მგონი ბაჩვის გვარშიც იქნება ყველა ჩამოართმევენ ოღონდ ბიძინა ივანიშვილის ქონება დააბრუნონ მე ვხედავ ერთ რამეს 2020 წელი მახსენდება როდესაც ადამიანების განწყობა იყო ესეთი არ შეხვიდეთ პარლამენტში მაგრამ მე დროში რომ გაიწელა და ისე გამოჩნდა რომ თითქოს შედეგი ვერ მოიტანა მყისიერი შედეგი პარლამენტში შესვლა იმიტომ რომ ზოგადად დემოკრატიას მიჩვეულ ადამიანებს დემოკრატიულ წესებს და დემოკრატიულ ესე ვთქვათ ოღონდ არა ნაცხოვრებ არამედ აი როცა თავაზობ დემოკრატია ადამიანებს ქონდა წარმოდგენა რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იმუშავებს როგორ ვერ იმუშავებს ეგრე ვნახოთ კორეა და ვნახოთ რუსეთი და ვნახოთ რა ვიცი ტოტალიტარული სახელმწიფოები ქონდა წარმოდგენა რომ თუ ჩვენ ერთპარტიულად დავტოვებდით იმას რა ქვია პარლამენტს ეს ყისიერად მოიყვანდა გონზე ქართულ ოცნებას რო ვერ იმუშავა მე მახსოვს არა მხოლოდ საზოგადოებაში არამედ მათ შორის ჟურნალისტების დიდ ნაწილშიც აბა ახლა როდემდე უნდა ვიყოთ ბოიკოტში ხო ხედავთ რომ შედეგი არ მოიტანა და პარტიების ნაწილი მაშინ შევიდა პარლამენტში მიუხედავად იმისა რომ დიდი დაპირებებით შევიდნენ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მალე კობახიძემ თქვა რომ იმ ხელმოწერას აღარ შეასრულებდა და თუ შევედი იმ დაპირებით რომ ის ხელმოწერა ის პირობები უნდა შესრულდეს და მე ამბობს ერთ-ერთი ხელშემწყობელი მხარე რომ არ შესრულდება წეს თუნდა გამოსულიყვნენ დღესაც გონია რომ რაღაც ამ მდგომარეობაში ვართ, როდესაც სანქციების ეფექტურობის ხისიერებით უკმაყოფილო ადამიანები უკვე ფიქრობენ იმ არჩეული გზის შეცვლას და რაღაც ახლის დაწყებას და იცი რატო არ არის შესაძლებელი ჯერ ერთი სხვა უკეთესი და ეფექტური გზა არ არსებობს ამ ხელისუფლების ესე ვთქვათ გონზე მოსაყვანად და მეორე თუ ჩვენც ისევ პოლიტიკური სპექტრი ისევ მოუთმენლობას გამოიჩენს და თუ ჩვენ გონია რომ ვიღაცა ჯადოსნური ჯოხი აქვს ხელში ისე არის ჯადოსნური ჯოხებიც უკვე ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში მაშინ გარწმუნებ რომ ჩვენთან ერთად მომავალში ჩვენი პარტნიორები გრძელვადიან პროცესებს არ დაიწყებენ და მოკლე ვადიანი რომ აქ ვიღაცა შემოვიდეს და ჩვენს მაგივრად ეს ხელისუფლება შეცვალოს მე მოკლე ვადიან პერიოდში ვერ ხედავ ონ გიორგი ერთ რამეს დავამატებდი კიდე აი ეს ცვლილებები დღესაც მსოფლიოში ხდება პრაქტიკულად მე არ მჯერა რომ იმ დონეზეა უკვე მისული გადაწყვეტილება რომ ირანის საფრთხე მოშორდეს ტერორისტული ირანის და არა სახელმწიფო და ირანელი ხალხის ხიფათი მოშორდეს მსოფლიოს მე მგონია რომ დღეს ძალიან მალე ერთით ნაკლები ესე ვთქვათ რეჟიმი იქნება ტერორისტული და ტოტალიტარული მსოფლიოში და ამ დიდ გადანაწილებაში წარმოუდგენელი მგონია საქართველოს დარჩეს ტოტალიტარული ქვეყნების ბანაკში და დატოვონ ტოტალიტარული ქვეყნების ბანაკში. ამიტომ მგონია რომ ყველაზე მეტად მოთმინება ეხლა ვჭირდება ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გარეთ რომ იმ პროცესში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩემის აზრით ახალი მსოფლიო წესრიგის დრო მოდის და აი ამ ახალი მსოფლიო წესრიგში ჩემის აზრით საქართველოს არ უნდა დარჩეს გვერდზე. ამიტომ არის საჭირო აქტიურად გარეთ ამაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წასული აქვს გუშინ გოფსექში რეგულობდა მონაწილეობა გიგი წერეთელი უბრალოდ მე არ ჩანს ეს მუშაობა აი გიგი წერეთელი ხო არა ვარ მსხვილი პოლიტიკური ძალა ძალიან სუსტია პოზიცია გარეთ როდესაც არ წარმოადგენენ ელექტორალურად დიდ ნაწილს აი ხალხო უბრალოდ ნახეთ ყოველი თვის
15 დღეზე მეტი რეალურად ღებულობს მონაწილეობას ამა თუ იმ საერთაშორისო კონფერენციაში. ჩვენი ამოცანა ეხლა ყველა პოლიტიკური ძალის მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ციხეშია დღეს პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი, უნდა მოხმარდეს იმას, რომ საქართველოს ამ საერთაშორისო პროცესებიდან, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ უნდა გავქრეთ იმედან, რა ქვია, საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რომ პირიქით ოპოზიციამ რამენაირად უნდა მოვახერხოთ ამ უმნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის უმნიშვნელოვანი პერიოდში რამენაირად საქართველოს არ უნდა მოარდეს დღის წესრიგი. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.